მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომლის მიზანიცაა თემში და სკოლაში არსებული საჭიროებების გამოვლენა. პირველი რაც მაინტერესებს თქვენთან, ანუ თქვენი აზრით, რამდენად უნდა ერთვებოდეს ახალგაზრდა სოფლის ქალაქის პრობლემების მოგვარებაში და რა პრობლემის მოგვარება შეუძლია სამოქალაქო კლუბის წევრს საკუთარი თემის განვითარებისა და გააქტიურებისათვის. პირველ რიგში მეც მადლობას მოგახსენებ, რომ საშუალებას მაძლევთ. დავაფიქსიროთ ჩემი აზრი, თუნდაც მცირედი რამეში წაგადგეთ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა უნდა ერთვებოდეს. მომავალი ახალგაზრდობის არის და ახალგაზრდამ თავის სათქმელი ყოველთვის უნდა თქვას, შეიტანოს სიახლეები და ახალი იდეები და იქნება მომავლისთვის სტიმული მომავალში. მოთხოვნილებები. შემდეგი კითხვა რაც ვიქნებათ, ანუ თემში არსებული ყველაზე აქტუალური პრობლემა რაც გახსენდებათ. ჩვენ თემში ყველაზე აქტუალური პრობლემად მე მიმაჩნია ის, რომ დაწყებული არის გაზის პროგრამის შესრულება, გაზის შემოყვანა არის დაწყებული ვალეში და დამთავრება ჯერ არ ჩანს დასასრული იქნება თუ არა. ასევე დიდი პრობლემები არის კიდე სხვაც, არის უმუშევრობა, არის ასევე ის, რომ ერთი შენობა დაინგრა მაგალითად მიუხედავობის გამო. შეიძლება შეილესოს ფასადები, გარემონტდეს, შენობები გამაგრდეს. კარგით, მადლობთ. ანუ მაყოფილი ხარ თუ არა არსებული ინფრასტრუქტურით თქვენს თემში ანუ ვალეში? არსებული ინფრასტრუქტურით არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო, რომ გაკეთდა გზა. ადრე ისეთ ცუდი გზა იყო, მე მგონი 1 საათი უნდებოდით ახალციხიდან ვალეში ასვლა. ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ კმაყოფილება. კიდე საჭირო არის მეტის და მეტის სიახლეების შემოტანა. შიდა გზებია გასაკეთებელი, მოსახლეობას აწუხებს ასევე სასმელწყლის პრობლემა, რომელიც მოუგვარებელია დღესაც. გრაფიკით მოგვეცემა წყალი და არის შეზღუდვებით. მადლობთ. ამ შემდეგი კითხვა რაც ექნება, რა ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს გარემოს დაცვის მხრიდან და სად? გარემოს დაცვის მხრიდან მე ეს პრობლემა მაგალითად დიდი ხანია ძალიან მარწუხებს პირადად მე. ნერვები მეშლება, როდესაც უყურებ ქუჩაში დაგდებულ თუნდაც სიგარეტის ნამწვავს. უნდა დაწესდეს ჯარიმები. ყველა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ნაგავი არ მოგადააგდოს ძირს. შეიძლება ასევე სიმწვანეების გაშენება უბრალოდ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ და გასაკეთებელი ბევრია. მოვინდომებთ რა თქმა უნდა. კარგით, მადლობთ. ანუ თქვენთვის ხელმისაწვდომია თუ არა ჯანდაცვა თქვენს რეგიონში, ანუ ამ კითხვაზე შეიძლება. ჯანდაცვა ვერ ვიტყვი, რომ არ არის ხელმისაწვდომი, ალბათ ნაწილობრივად ხელმისაწვდომი. ვალეში იყო პოლიკლინიკა, ფუნქციონირებდა და ახლა აღარ არის არაფერი. პირველად დახმარებას ვერ აღმოუჩენენ აქტიურად ვალის მცხოვრებს. უნდა გადმოიყვანონ ახალციხეში და მე. რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი ცხოვრების განვითარების მხრივ თქვენს თემში? არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო, რომ დიდი სიხარულით შევხვდით, როდესაც ვალეში გაკეთდა სტადიონი. ბავშვები ძალიან გახარებულები იყვნენ მაშინ და იმის მერე თითქოს რა ვიცი, აღარაფერი აღარ გაკეთებულა. კიდე თუ რამე გაკეთდება, რა თქმა უნდა, სასიხარულო იქნება და ასევე შეიძლება თვითონ ახალგაზრდებმა აქტიურონ შექმნან წრეები და თვითონ უნდა ჩაერთონ ისინი. კარგით. ტარდება თუ არა ერთობლივი ღონისძიებები ეთნიკურად განსხვავებულ ახალგაზრდებს შორის, ანუ ქართველებს, სომხებს, თურქებს და ასე? ღონისძიებები ახლა ისე მე მგონი არ ტარდება არაფერი. მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა შეიძლება რომ ჩატარდეს. კარგით, მადლობას მოგახსენებ საინტერესო ინტერვიუსთვის და გელით, ანუ კიდევ თუ ჩაერთვებით ჩვენ ასეთ ინტერვიუები იქნება ეს თუ კვლევები, დიდ მადლობას გადაგიხდით. მადლობთ. ასევე